Ქველმოქმედების ახალისების თემაზე კულტურის სამინისტროში მსჯელობდნენ უწყების წარმომადგენლები კანონმდებლებთან და კულტურის სხვადასხვა სფეროს წევრებთან ერთად საუბრობდნენ იმაზე, როგორ უნდა ნახოს ქველმოქმედების პროცესში სახელმწიფომ და კულტურის სფერომ სარგებელი. სტუმრების საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზეც ამახვილებდნენ ყურადღებას. Როგორი პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბოს სახელმწიფომ ქველმოქმედების კუთხით. უნდა წავახალისოთ თუ არა ჩვენ ქველმოქმედება და თუ კი როგორი სახით უნდა წავახალისოთ და ამავე დროს როგორ დავიცვათ თავი და სახელმწიფო ბიუჯეტი რისკებისგან, შავი ხვრელებისგან, ასე ვთქვათ. დღეს არის ერთ-ერთი პირველი შეხვედრა, როდესაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩამოყალიბდებით სამომავლო გეგმების შესახებ. ჩვენ ალბათ მაქსიმალურად შევეცდებით კომიტეტი ჩვენი მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს კულტურის სამინისტროს ამ საქმეში და შევეცდებით რომ საეჭო ხვრელები ალბათ რომელიც ამას შეიძლება ზოგადად მარტივადაც რომ ვთქვათ მოყვეს ისინი მართლაც იყოს ამოვსებული და ის თანხები რომელიც ქველმოქმედების შედეგად იქნება წავიდეს მართლაც მიზანმიმართულად და წაადგეს კულტურას და არ იყოს უსისტემო ხარჯი. მოусმენთ ძალიან საინტერესო მოდელები რომლებიც არსებობს ჩვენნაირი ეკონომიკის კონდიციების ქვეყნებში უფრო განვითარებულ ქვეყნებში ნაკლებად განვითარებულში და მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი კანონია იმიტომ რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა პერიოდში იყო ამაზე საუბარი მაგრამ რეალურად პრაქტიკული ნაბიჯები არ გადარიმოვა.